პირველი არხი. წარმოგიდგენთ. საღამოშვიდობისა დღეს სამშაბათია და 23 საათზე პირველი არხის ეთერშია პირველი თემა. შეთავაზება ოპოზიციას და პასუხი ხელისუფლებას უმრავლესობა რადიკალური მოთხოვნების ავტორებს თანამშრომლობას, კონფრონტაციის პოლიტიკასა და დაპირისპირებაზე უარის თქმას ურჩევს. შემოთავაზების ინიციატორი ხელისუფლება თავად გამოთქვამს მზადყოფნას, დიალოგის მაგიდას მიუჯდეს და ოპონენტებსაც ამავეს ურჩევს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი რადიკალიზაციაზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს. რადიკალიზმი თუ დიალოგი პოლიტიკური ოპონენტები არჩევანის წინაშე. დღეს პირველი თემა წარმოგიდგენთ. დაპირისპირება თუ დიალოგი ხელისუფლების შეთავაზება ოპოზიციას. უმრავლესობა პოლიტიკურ ოპონენტებს ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებას და თანამშრომლობას ურჩევს. ჩვენ ვართ გახსნილი დიალოგისთვის ოპოზიციასთან და მის ყველაზე რადიკალურ ნაწილთან მზად ვართ მივუწვდეთ მოლაპარაკების მაგიდას. დიალოგს ჩვენ არ უარყოფთ, თუმცა ვიმეორებ ჩვენ ამისთვის ჩვენი პირობები გაგვაჩნია და ვიმეორებ არავითარი ძალადობა და ასე ვთქვათ, არავითარი პროვოკაციები. შეუძლებელია ყველა ოპოზიციური პარტია უნდა მივიდეს და ყველა მეტად მოусმინოთ, რაზე არის სამშობლო ხელისუფლება. თუ შევატყობთ, რომ პროცესი შედის ჩიხში, უფრო მეტი შანსი და მეტი გამართლება იქნება უკვე იმ რადიკალიზმის, რომელიც არის. სისკარიშვილმა და შაშკელმა ვინც უნდა ის დაიბაროს, ეს არის არასერიოზული. ჩვენ გვაქვს საქმე საქართველოს პრეზიდენტთან. რეფერენდუმის იდეა საპრეზიდენტო არჩევნებზე თუ გაერთიანება სამოქალაქო მშვიდობისათვის. განსხვავებული პოლიტიკური პოზიციები კრიზისიდან გამოსვლის გზებზე. ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ საქართველოში ჩატარდეს რეფერენდუმი, რაც ამ ქვეყანას ააცილებს კატასტროფას. არ იყოს რა ძალადობა და არ განმეორდეს. და არ გავახაროთ კიდევ მტრე. ვიდო ელოდება ამავთელი რუსეთი. ჩვენი ერთიანობა სწორედ იქნება იმის საფუძველი, რომ რთული სიტუაციიდან, როგორც არაერთხელ ყოფილა, ჩვენი ქვეყანა გამოვიდეს კიდევ უფრო ძლიერი. შედგება თუ არა დიალოგი პოლიტიკურ ოპონენტებს შორის, განსხვავებული მოსაზრებები და არგუმენტები პირველი თემის სტუდიაში. პირველი თემა პირდაპირ ეთერშია. ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი გახლავთ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი. საღამოშვიდობის ბატონო პეტრე. მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ბატონო პეტრე, რატომ ჩათვალა უმრავლესობამ საჭირო დღეს შეეთავაზებინა ოპოზიციისთვის, მათ შორის რადიკალური ოპოზიციისთვის დიალოგი? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. ჩვენ დღეს შეიძლება ითქვას ოფიციალურად გავახმოვანეთ ჩვენი პოზიცია. იქიდან გამომდინარე, რომ ხვალ უკვე ვაპირებთ დავიწყოთ შევქმნათ ფორმატი, რომელშიც შესაძლებელი იქნება გარკვეული მოლაპარაკებების და დიალოგის წარმართვა. ძალიან სამწუხაროა, რომ პირველი გამოხმაურებები იყო უარყოფითი იმ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების. თქვენ არ ელოდით ასეთ გამოხმაურებას? დავასრულებთ ჩემს, თუ შეიძლება პირველ შეკითხვაზე, მაგრამ ჩვენ ადრეც საუბრობდით დიალოგზე, არაერთხელ გვითქვამს ამის თაობაზე, ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, ყველა იმ პრობლემასთან, იმ გამოწვევასთან, იმ საფრთხეებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს უდგას, ჩვენ ბოლო თვეების მანძილზე თუ გადაავლებთ თვალს უახლოეს წარსულს, შეგიძლიათ იხილოთ, რომ მუდმივად მზად ვიყავით გვეთანამშრომლა ნებისმიერ ოპოზიციურ ჯგუფთან თუ პარტიასთან. მაგრამ ეს თანამშრომლობა რეალურად არ შემდგარა. ძალიან ცუდია, რომ არ შედგა, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანას დღეს უდგას საკმაოდ სერიოზული საგარეო საფრთხეები. იმპერიულად გამსჭვალული ჩვენი მეზობლის მხრიდან, ასევე მე საგარეო საფრთხეს დავარქმევდი იმ გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს, რომელიც ჩვენს ქვეყანასაც ემუქრება ეკონომიკურად, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც მუშაობენ, მათ სამუშაო ადგილებს ემუქრება ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პერსპექტივას და ეს ყველაფერი ჩვენ ძალიან გვტკივა და ძალიან გვეჩქარება, რომ ეს პრობლემები მოვაგვაროთ. შეიძლება ზოგიერთებს ეჩქარებათ ხელისუფლებაში მოსვლა, მაგრამ ჩვენ მართლაც
ფოკუსირებულები ვართ და მუდმივად ვფიქრობთ და მუშაობთ იმისათვის, გასაგებია ბატონ პეტრე, მაგრამ მე დაუბრუნდები ისევ ჩემ შეკითხვას. რატომ ვერ ხერხდებოდა აქამდე დიალოგი, რატომ ვერ შედგა აქამდე შედეგიანი, შედეგზე ორიენტირებული დიალოგი? ჩვენ რომ გავიხსენოთ ჩარშანდელი წელიწადიც თქვენც ახსენეთ ახლა საუბარში, რომ ხელისუფლება მუდმივად გამოდიოდა დიალოგის ინიციატივით. ოპოზიციის ნაწილი ახლა ამბობს, რომ მათ არ სურთ დიალოგზე დათანხმება, იმიტომ მათ აქვს საკმაოდ კარგი გამოცდილება, მწარე გამოცდილება იმისა, თუ როგორია ხელისუფლებასთან დიალოგი, რადგან ხელისუფლება ამ პროცესში არასოდეს ითვალისწინებს მათ არგუმენტებს. რატომ ვერ ხერხდება შედეგზე გათვლილი დიალოგის წარმოება? მე ვერ ვიტყოდი, რომ ასე ვთქვათ, შედეგი დიალოგს არ მოაქვს. თუ ჩვენ გადავდივართ დიალოგის რეჟიმში, ეს ნიშნავს, რომ ხდებით მაგიდასთან, იწყება მოლაპარაკებები, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ისევე როგორც ნებისმიერ მხარეს დიალოგისას შეიძლება კონდეს თავისი არგუმენტები, საკუთარი წინადადებები და ბუნებრივია ოპოზიციასაც აქვს თავისი მოსაზრებები და 100%-ით ვერც ერთი მხარის და ვერც მეორე მხარის მოთხოვნების და სურვილების დაკმაყოფილება დიალოგის შედეგად ვერ ხდება. გასაგებია, მაგრამ ოპოზიციის არგუმენტები არის ის, რომ ასეთი დიალოგის დროს ხშირ შემთხვევაში, უმრავლეს შემთხვევაში ყოველთვის გადის უმრავლესობის ხელისუფლების არგუმენტები და არასოდეს ხდება ოპოზიციის არგუმენტების გათვალისწინება. რომელი დიალოგი შეიძლება დაასახელოთ, რომ დასრულდა რაიმე კონკრეტული შედეგით? ჩვენ ამ რაღაც დეტალურ პოლიტიკურ განხილვაში ნუ შევალთ, ეს პოლიტიკოსებს და ექსპერტებს მივანდოთ. ჩვენ დღეს გსურს დიალოგი, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრ ადამიანს ძალიან უჭირს და ჩვენს ქვეყანას ემუქრება საგარეო საფრთხეები, როგორც ასე ვთქვათ, პოლიტიკური და უშუალოდ უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით და ჩვენ ამ საკითხებზე გვინდა ვითანამშრომლოთ, იმიტომ რომ მხოლოდ თანამშრომლობით და არა დაპირისპირებით, დიალოგით და არა გათიშულობით. ეს თანამშრომლობა და დიალოგი არ იქნა ორიენტირებული გარკვეულ შედეგზე და იქნა დიალოგი მხოლოდ დიალოგისთვის, რატომ უნდა წამოვიდეს ოპოზიცია? არა, ჩვენ სწორედ ეს არ გვინდა, ჩვენ არ გვინდა დიალოგი დიალოგისთვის. ამას რა თქმა უნდა, ამას არ ექნება შედეგი არც ჩვენთვის, არც მათთვის და არც რაც მთავარია ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. დიალოგი დიალოგისთვის ეს არავის არაფერში არ სჭირდება. ჩვენ გვჭირდება დიალოგი იმისათვის, რომ ქვეყანას ის საფრთხეები ავაცილოთ თავიდან, რასაც სამწუხაროდ ზოგიერთები თავის ასე ვთქვათ ძალიან ბნელ აზრებში მოიაზრებენ, გეგმავენ, ფიქრობენ და მხოლოდ არეულობაში და ქაოსში წარმოუდგენიათ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება მოახდინონ. იმიტომ რომ ნებისმიერი უპასუხისმგებლო განცხადება და მე ვიტყოდი სამწუხაროდ უპასუხისმგებლო განცხადებების მთელი კასკადი ბოლო პერიოდში იწვევს იმას, რომ ქვეყანაში ზედმეტად იძაბება სიტუაცია და ადამიანებისთვის, ზოგიერთი ისეთი ადამიანისთვის, ვისაც ამ ქვეყნის კეთილდღეობა არ აქვს მიზნად დასახული და ქაოსში და არეულობაში ხედავს თავის მომავალს, ისინი ფიქრობენ უკვე იარაღზე, შეიარაღებაზე, სროლაზე, პროვოკაციაზე დავიწყეთ საუბარი. თქვენ დღესაც ახსენეთ პასუხისმგებლობა, რომელიც აკისრია ორივე მხარეს. იღებს თუ არა პასუხისმგებლობას ხელისუფლება იმაზე, რომ ვითარება ქვეყანაში ასე გამწვავდა და პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დაპირისპირება ესეთ ფაზამდე მივიდა? ჩვენ პასუხისმგებლობას რა თქმა უნდა უგრძნობთ იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა არ უნდა აღწევდეს პიკს და ეს არ უნდა გადადიოდეს ქაოსში და არეულობაში და სწორედ ამიტომაც ვთავაზობთ ჩვენს ოპონენტებს დიალოგს და არ გვინდა რომ ზედმეტად დაძაბული იყოს ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია მაშინ როდესაც ქვეყანას ემუქრება ასეთი რთული ეკონომიკური პერიოდი და უდგას წინ ისეთი რთული ეკონომიკური თვეები, როდესაც თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ჩვეულებრივ ადამიანს, რომელიც მუშაობს, მის სამსახურს შეიძლება დაემუქროს საფრთხე, ის ადამიანი, რომელიც ეძებს სამსახურს, რომ ოჯახში შემოიტანოს შემოსავალი და საკუთარი შვილები გამოყვებოს და სკოლაში გააგზავნოს, იმ ადამიანს ჩვენ მის შესაძლებლობას რომ იშოვოს, იპოვოს სამუშაო ადგილი და სამსახური ვაყენებთ საფრთხის ქვეშ. აი ამ ზედმეტი პოლიტიკური დაძაბულობიდან და იმის გამო რომ არ არის ერთობა საფრთხის ქვეშ ოპოზიციას გულისხმობთ ამ შემთხვევაში მხოლოდ ბატონო პეტრე. მე არ მინდა არავისკენ ხელის გაშორა, თქვენ და ტელემაყურებელმა თვითონ გადაწყვიტეთ, ვინ ცდილობს რომ მაქსიმალურად დაძაბოს ქვეყანაში სიტუაცია. მაგრამ მე დავშეკითხვა, იღებს თუ არა ხელისუფლება პასუხისმგებლობას იმაზე, ნაწილობრივ პასუხისმგებლობას თუნდაც რომ ვითარება მოვიდა აქამდე. პასუხისმგებლობა ავიღოთ და ჩვენ პასუხისმგებლობას რო გრძნობთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინაშე, იმიტომ ჩავთვალეთ აუცილებლად რომ
ამ ეტაპზე და არა მარტო ამ ეტაპზე, წინა თვეებშიც აუცილებელი იყო დიალოგი, აუცილებელი იყო ერთობა და არა გათიშულობა და მხოლოდ ერთობით და მხოლოდ საქართველოს საზოგადოების გაერთიანებით და ერთად გამკლავებით ამ პრობლემების წინააღმდეგ ჩვენ შევძლებდით წარმატებებს მიღწევას. ხომ არ გააგვიანეთ დღეს ამ ინიციატივით გამოსვლა, როდესაც ოპოზიციის მიერ დათქმულვადამდე საპროტესტო აქციების დაწყებამდე რჩება ძალიან ცოტა დრო. არ ვიცი, შეიძლება ესე ვთქვათ, მე დღეები არ დამითვლია და არა აქვს ამას მნიშვნელობა, რამდენი დღე რჩება იქამდე და რამდენი დღე იქნება იმის შემდეგ, მაგრამ ჩვენ ადრეც საუბრობდით, კიდევ ერთხელ ვამბობ დიალოგზე და მომავალშიც გავაგრძელებთ ამ რეჟიმში თანამშრომლობას ყველა იმ პოლიტიკურ ჯგუფთან, ვისაც ამის პოლიტიკური ნება და სურვილი ექნება. მომავალში ჩვენ კიდევ ბევრი გვექნება გასაკეთებელი, ჩვენ საქმე უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი, ვიდრე ეს პოლიტიკური დაპირისპირებები ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ ხალხს სჭირდება ჩვენგან კონკრეტული შედეგები. და ამ შედეგების დადება განსაკუთრებით ისეთ პერიოდში, როდესაც რთული ეკონომიკური დღეები უდგას საქართველოსაც, მთელ მსოფლიოსაც, არ არის ადვილი დამეთანხმებით ალბათ და მით უმეტეს თუ პოლიტიკური სიტუაცია იძაბება ქვეყანაში და აღწევს პიკს დუღილის ტემპერატურა, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო რთულდება ამ წარმატების მიღწევა და კონკრეტული შედეგების დადება ჩვენი ხალხისთვის. და ჩვენ სწორედ ეს ვთქვა, იმიტომ რომ ჩვენ უტყვილა კი არ შეგვიდგენია ეს ბიუჯეტი 2009 წლის, სადაც 2 მილიარდზე მეტი ლარი გავწერეთ იმისათვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას სამუშაო ადგილები და ამ სამუშაო ადგილების შექმნასთან პარალელურად გარემონტდეს, აღდგეს, აშენდეს წყლის სათავე ნაგებობები სოფლებში, ქალაქებში, აღდგეს ქუჩები, გზები, კომუნალური ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკის ხაზები. ეს ყველაფერი არის გასაკეთებელი მომავალ თვეებში და ჩვენ პარალელურად, როდესაც ამ პოლიტიკურ დიალოგებზე ვსაუბრობთ და ასე ვთქვათ, პოლიტიკური ურთიერთობის რეჟიმში ვართ. ამ საკითხებზეც გვაქვს საფიქრალი და საზრუნავი და სწორედ აქედან გამომდინარე არის ის, რომ ჩვენ გვინდა გავაკეთოთ საქმე, ჩვენ გვინდა რომ ჩვენი ოპონენტებიც ჩაერთონ ამ საქმეში და დააცალონ ქვეყანას ნორმალური განვითარება. თქვენი პასუხი, თქვენი ოპონენტების მოთხოვნაზე, თქვენი დღევანდელი შეთავაზება, რამდენად ადეკვატურია იმ მოთხოვნებისა, რა მოთხოვნებსაც აყენებს ოპოზიცია, თუნდაც მისი რადიკალური ნაწილი? ისინი ითხოვენ უპირობოდ პრეზიდენტის გადადგომას და აცხადებენ, რომ დიალოგი შესაძლებელია მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გადადგომაზე. მოით ესე ვთქვათ, პრეზიდენტის უპირობო გადადგომა ეს არ არის, ესე ვთქვათ, დიალოგის თემა, ამასთან დაკავშირებით არ შეიძლება იყოს დიალოგი, ეს არის რადიკალური განცხადება, რომელსაც მე დავარქმევდი, ასე ვთქვათ, შეიძლება ჩვენ მათ უწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, მაგრამ რაში გამოიხატება ოპოზიციონერობა, გარდა იმისა, რომ მათ აქვთ სააკაშვილის მიმართ გარკვეული სიძულვილი. რა არის მათი ოპოზიციონერობა ამის გარდა? რას თავაზობენ ისინი ქვეყანას, რას თავაზობენ ხალხს? რას თავაზობენ საქართველოს უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ვინმე მიცის? ბატონ პეტრე, თქვენ იცით მაგალითად. თქვენ როგორ ფიქრობთ? წამოვა თუ არა ოპოზიცია მოლაპარაკებებს? საუბრის დასაწყისში თქვენ თავადაც აღნიშნეთ სამწუხაროა, რომ ასეთი უარყოფითი გამოხმაურება მოყვა უმრავლესობის შეთავაზებასო. თქვენთვის მოულოდნელი იყო ასეთი პასუხი არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან? ჩვენ მოგდიოდა, ასე ვთქვათ, შერეული ინფორმაცია, ზოგ შემთხვევაში ზოგიერთი ოპოზიციის წარმომადგენელი საუბრობდა დიალოგის აუცილებლობაზე, იყვნენ ცალკეული წევრები, რომლებიც, ასე ვთქვათ, პირდაპირ რადიკალურად აცხადებდნენ, რომ არანაირი დიალოგი, ჩვენ გვინდა რომ პრეზიდენტი გადადგეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ მაინც ჩავთვალეთ აუცილებლად რომ გავაკეთოთ შეთავაზება ჩვენი მხრიდან და არა მარტო შეთავაზება, არამედ კონკრეტულად შევქმნათ ფორმატი, თქვენ იცით ბატონ ნიშაშკინი აპირებს ამასთან დაკავშირებით თუმცა ოპოზიციის დიდი ნაწილი აცხადებს, რომ ამ შეხვედრაზე არ მივა პასუხი უმრავლესობას ამ შეთავაზებაზე ოპოზიციის დიდი ნაწილისაგან აქვს უკვე მიღებული. თუ კი ოპოზიცია არ დათანხმდა დიალოგს, რა რჩება ასეთ შემთხვევაში, რა შეიძლება იყოს კრიზისიდან გამოსავალი? ძალიან მოკლედ ბატონ პეტრე და უნდა დავასრულოთ საუბარი. ჩვენ მაინც იმედი გვაქვს, რომ ოპოზიცია დათანხმდება დიალოგს. მე ტყუილა არ მიხსენებია ბატონ შაშკინის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ის ძალისხმევა, რომელიც მიმართულია სწორედ ამ დიალოგის ფორმატის შექმნისაკენ, იმიტომ რომ ჩვენ
დავიწყებთ ამ საუბარს, ჩვენ დავტოვებთ კარს ღიად და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ოპონენტები, იმ ეგრეთ წოდებული რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებიც რაღაც ეტაპზე შემოგვიერთდებიან ამ საუბარში და ამ დისკუსიაში და ჩაერთვებიან დიალოგში. ჩვენ ანალოგიური ფორმატი გვაქვს შექმნილი საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, იქაც მიდის გარკვეული მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციების შუამავლობით და იქაც ველოდებით, რომ ისინი შემოგვიერთდებიან და თავის წვლილს შეიტანენ ამ თანამშრომლობაში. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენი სტუდიის სტუმარი გახდათ უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი. მიიღებს თუ არა შეთავაზებას ოპოზიცია, რომლისთვისაც შექმნილი ჩიხიდან ერთადერთი გამოსავალი მხოლოდ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებია. თუ ოპოზიცია დიალოგს გამორიცხავს, ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს თავად აკისრებს პასუხისმგებლობას. დაგვალოდეთ რამდენიმე წუთში პირველი თემის სტუმარი მოძრაობა თავისუფლების ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია იქნება. პირველი თემა კვლავ პირდაპირ ეთერშია. ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ მოძრაობა თავისუფლების ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია. საღამომშვიდობის ბატონო კონსტანტინე, მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში სტუმრობისათვის. საღამომშვიდობის კალბატონათია. ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელიც ხელისუფლების შესაძლებლად აქციებისთვის ემზადება, დღეს დიალოგის შემთავაზება ხელისუფლების მხრიდან, კერძოდ უმრავლესობის მხრიდან უკვე მიიღო. რატომ არ სურს ოპოზიციას დიალოგი? იცით, დიალოგს თავისი პირობები აქვს. ჯერ ესერთი, მოდით დავიწყოთ იქიდან, თუ რა მოგცა ჩვენ ამ დიალოგმა. 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ და 2008 წლის მაისამდე არაერთგზის ყოფილა ასეთი დიალოგები. სხვათა შორის ეს პროცესის ფორმაც კი მიუღია ამ დიალოგებს, გაგრძელებულა გარკვეული ხნის განმავლობაში, თუმცა ჩვენ არაფერი არ მივიღეთ. აქ იცით, ლაპარაკი იყო ხელისუფლების გაყოფაზე. ჩვენ პრაქტიკულად მოვითხოვდით ხელისუფლების გაყოფას. მთელი ოპოზიცია, მაგრამ ხელისუფლება ამაზე არ წავიდა. როგორც თქვენ გახსოვთ, აქ იყო მთელი რიგი საკითხები ჩამოწერილი და ოპოზიციამ არაფერი არ მიიღო. ნაცვლად ამისა მიიღო 14 ადგილი პარლამენტში, რაც არის ჩვენთვის დაცინვა და ჩვენ არ შევედით, ამიტომაც უმრავლესობა პარლამენტში და პრაქტიკულად ყველაფერი ისე დარჩა. უბრალოდ ადრე იყო შეფერილი რაღაცა, თქვა ვარდისფრად, ეხლა შეიფერა მწვანედ, თორე იგივეა ზუსტად. რაც შეეხება მაგრამ ვითარება განსხვავებულია. არა, ვითარება განსხვავებულია და ეს სწორედ რომ ხელისუფლების ბრალია და პირდაპირ პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით აგვისტოს სამხედრო ავანტიურიდან გაუაზრებელი სამხედრო ავანტიურიდან მოყოლებული. ეხლა მე მინდა ერთი განცხადება გავაკეთო, მინდა ვისარგებლო ამ მდგომარეობით, როცა ვარ ეთერში, დღეს დააკავეს დაჩით საგურია და თანასწორობის ინსტიტუტის 3 წევრი. ისინი იმყოფებოდნენ შარდენზე, სადაც აპროტესტებდნენ მიხეილ სააკაშვილის იქ ყოფნას და მე არ მესმის, როგორ შეიძლება რომ პრეზიდენტი კაცი მიდიოდეს საერთოდ შარდენზე და იქ ქეიფობდა, იქ სადაც მოკლეს სანდრო გირგვლიანი. მე მაგალითად პირადად მე ხო, აი ვერ მივდივარ იქ და ვერ ვქეიფობ. არ შემიძლია იცით, აი იქ წავიდე რომელიმე რესტორანში. ამას სრულიად გულწრფელად გეუბნებით, ყოველივე იმის შემდეგ რაც იქ მოხდა. და იცით რა, მე მინდა ვისარგებლო ასევე შემთხვევით და მოუწოდო ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ გაანთავისუფლოს ეს ახალგაზრდები, თორე წინამდეგ შემთხვევაში აქციები ცოტა ადრე დაიწყება. გასაგებია. დავუბრუნდეთ თქვენს მიერ ნახსენებ პირობებს, თქვენ გადაცემაშიც ახსენეთ და დღესაც გააკეთეთ ეს განცხადება. რა პირობებს გულისხმობთ ბატონ კონსტანტინე? დიალოგისთვის პირობებს. დიალოგს იცით, ჩვენ პრინციპულად ახლა დიალოგს არ ვეწინააღმდეგებით, ამას მთელ მსოფლიოს გასაგონად ვამბობ. მსოფლიოს, ასე ვთქვათ, დემოკრატიული საზოგადოებრიობის გასაგონად და ყოველთვის მზად ვართ ამისთვის, მაგრამ იცით, არ გვაწყობს დიალოგი დიალოგისთვის. ანუ ნდობის ხარისხი არის ფრიად დაბალი. აი ყოველივე ჩვენი აი გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც მივიღეთ ამ ხელისუფლებასთან ურთიერთობით, სხვათა შორის მათ აქციებიც გადაგვათქმევინეს ამ დიალოგის პროცესში რამდენჯერმე და მე ვთვლი რომ ჩვენ წავაგეთ. ამისთვის საჭიროა ნდობის შექმნის ღონისძიებები. აი ეს სიტყვით, აი ეს არის ნდობის, ასე ვთქვათ, ჩემი განსაზღვრება, ამისი დეფინიცია. და ნდობის შექმნის ღონისძიება შეიძლება გულისხმობდეს, შეიძლება ამას მე დაბეჯითებით ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მე მხოლოდ ჩემი სახელით გელაპარაკებით. მე არანაირი უფლებამოსილება არ მაქვს ახლა რომ დანარჩენი, ასე ვთქვათ, ოპოზიციონერების სახელით გელაპარაკოთ. მაგრამ ეს არის ჩემი მოსაზრება და ამას გავიტან, თორსა იქნება ოპოზიციური შეკრება ან საბჭო. კერძოდ აუცილებელი მგონია რომელიმე საკვანძო თანამდებობის პირის, არასასურველი თანამდებობის პირის განთავისუფლება. თუნდაც მე ამას ვამბობ, ხმამაღლა ვფიქრობ. აი ესე გამიგეთ.
ან დაუშვათ ტელეიმედის დაბრუნება ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისთვის. მე ამას გეუბნებით ღონისძიებები, როგორც სავარაუდო ღონისძიებები, რამაც შეიძლებოდა. მაშინ რატომ არ ცდილობს ოპოზიცია, თუნდაც ამ საკითხებზე ისაუბროს ხელისუფლებასთან? ბრძანებთ ქალბატონო ნათია, როგორ არა? ამაზე ეს საკითხები განა ახლა დაისვა, უკვე რამდენი ხანია უკვე ისმის. მე რაც აი ინტენსიურად საქართველოში ვარ, მე გულისხმობ ახლა 2005 წლის მიწურულს, ხო, ინტენსიურად ვარ, მაგრამ მანამდეც ვიყავი, მაგრამ ინტენსიურად უკვე ფაქტობრივად აი თითქმის გაუსვლელად აქ ვარ 2005 წლის მიწურულიდან. აი მოყოლებული იმ დღეებიდან საკითხები ისმის, არა? ეს საკითხები დასმულია ხელისუფლების წინაშე და ხელისუფლება ყურსაც არ იბერტყავს. ერთხელაც კი დამისახელეთ შემთხვევა, როდესაც ხელისუფლებას ანგარიში გაეწიოს ჩვენთვის და საზოგადოებრიობისათვის. ასეთი რამ არ მომხდარა. გაგით, ბატონ კონსტანტინე, სანამ დავსვამ მომდევნო შეკითხვას, მომწუთებში მაცნობის, რომ ის ახალგაზრდები, რომელთა დაკავებაზე თქვენ საუბრობდით, უკვე გათავისუფლებულნი არიან. მესამნები ძალიან კარგია. კი ბატონო, როგორ ფიქრობთ, დღევანდელ ვითარებაში, იმ სიტუაციაში, რაც შექმნილია დღეს ქვეყანაში, რა ალტერნატივა აქვს დიალოგს? მე ვფიქრობ, რომ დიალოგი იმ შემთხვევაში თუ ის მართლაც შედგება, შესაძლოა ჩვენთვის გადაიქცეს გამოსავლად ამ სიტუაციიდან. ძალიან კარგად მესმის, რომ სააკაშვილი არსად წასვლას არ აპირებს, მაგრამ არც ჩვენ არ ვაპირებთ არსად წასვლას. თარ ჩვენ არ ვაპირებთ დათმობას, თორემ საკმარისი დავთმეთ და ფაქტიურად ქვეყანა მივიდა კატასტროფის პირზე. ჩვენ მართლა ყოფნის ზღვარზე ვართ. მე ეს კარგად მესმის. ჩვენი სამი ძირითადი მოკავშირე, ეს იქნება პრინციპულობა, ეს იქნება შეუპოვრობა და ეს იქნება პოლიტიკური სიმწიფე და პასუხისმგებლობა, როდესაც ჩვენ დავიწყებთ აქციებს. ანუ თქვენ მაინც არჩევთ ხელისუფლებას სათქმელი უთხრათ აქციების ენით და არა მოლაპარაკებათა მაგიდასთან. დიახ, ხელისუფლებამ უნდა ნახოს ხალხის კონსოლიდაცია, უნდა ნახოს თუ როგორ არის საზოგადოება შემართული, მათ კიდევ ერთხელ უნდა ნახონ ღია პლებისციტი, ღიაც ის ქვეშ, ნახონ. რატომ აქვს ოპოზიციას ასეთ სკეპტიკური დამოკიდებულება თანამშრომლობისა და საუბრის მიმართ? რა გახდა ამის მიზეზი, ბატონ კონსტანტინე? ამის მიზეზია ხელისუფლებამ ამოწურა დიალოგის რესურსი თუ ოპოზიციამ გადაჭრა დიალოგისკენ მიმავალი ყველა? ნამდვილად არ გადაგვიჭრია, ხელისუფლებამ ამოწურა ეს დიალოგის რესურსი და მე გითხარით, აი კონკრეტული შემთხვევები, როდესაც ჩვენ მოვითხოვდით რაღაცას და არაფერი ეს არ იქნა შესრულებული. იქ სხვათა შორის მე ვფიქრე, რომ ახლა მეთოდურადაც არ იყო შეიძლება სწორად დაყენებული ჩვენი მხრიდან. ჩვენ მაგალითად გამოვეკიდეთ იქ CSKO-ს თავმჯდომარე. ვინ არის CSKO-ს თავმჯდომარე? ვინმე თახნიშვილი. ახლა რას წყვეტს თახნიშვილი? ქვეყანაში არის მერაბიშვილი და სააკაშვილი. რა უნდა გადაწყვიტოს თახნიშვილმა? მე წინამდე ვიყავი, მაგრამ არა უშავს. ნუ ის თახნიშვილი სხვათა შორის არავინ არ გაანთავისუფლა. არავინ არ შექმნა პარიტეტი თუნდაც CSKO-ში, არა? და ეს ერთი კონკრეტული მაგალითია. მე ვთვლი, რომ უნდა მოხდეს სისტემის შეცვლა. აი ყველაზე მთავარი არის სისტემის რეფორმირება და ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ. აქ უნდა იყოს ძალიან ფართო საზოგადოებრივი წარმომადგენლობა. დღეს ჩავატარეთ ეროვნული კრების დამფუძნებელი ყრილობა და ეს შეუდგება მუშაობას, დაფუძნდება და ჩვენ კონკრეტული რეკომენდაციებით შემოვავალთ. ბატონო, სწორედ ამ კითხვის დასმას რა როლი აქვს ეროვნულ კრებას იმ პროცესში, რომელშიც აქტიურად არის ჩართული თითქმის მთელი არასაპარლამენტო ოპოზიცია? დიახ, არასაპარლამენტო ოპოზიცია და სხვათა შორის ბატონი ჯონდიც იყო პაღათურია პარლამენტიდან, ეს თავისი ინიციატივით მოვიდა და მივესალმები მის მოსვლას. იცით როგორ არის? ეროვნული კრება აუცილებლად თავის დღის, ასე ვთქვათ, განრიგში შეიტანს ყველაზე მწვავე, ყველაზე აქტუალურ საკითხებს, რაც კი დგას ჩვენ წინაშე. ეს არის ხელისუფლების საკითხი, ეს არის ხელისუფლების მშვიდობიანი დემოკრატიული და ცივილიზებული დემონტაჟის, შეცვლის, რეფორმირების, გასტუმრების საკითხი, ანუ ეს უნდა მოხდეს ყველასთვის მისაღები ფორმით, ჩვენ არ გვინდა რომ კუთხეში მივიმწყდიოთ. ნამდვილად არა. იმიტომ რომ ამის ფუფუნება ჩვენ არ გვაქვს, ჩვენ ძალიან ცოტანი ვართ, ჩვენი ქვეყანა არის ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ. დღეს ესეც გვესმის ძალიან კარგად და გვინდა რომ ყველაფერი იყოს ისე როგორც ეს საზოგადოებრივ ინტერესებში არის. რატომ დაამტყეთ დღევანდელ დღეს, ბატონ კონსტანტინე, სიმბოლურად? ფიქრობთ, რომ დღევანდელი თქვენი დამფუძნებელი კრება შესაძლოა ისეთივე მნიშვნელოვანი თარიღი გახდეს ქვეყნის ისტორიისათვის, როგორც ის იყო? არა, მაგრამ მე მიმაჩნია რომ 91 წლის 31 მარტი. დიახ, ბატონათე, მე მიმაჩნია რომ დღევანდელი დღე ეს არის საქართველოს ერთიანობის დღე. ეს არის საქართველოს გაერთიანების დღე. განა რომელი დღე უნდა იყოს ამაზე უფრო მშვენიერი და კარგი ვიდრე 31 მარტი. ამ დღეს ხომ 18 წლის წინ ხომ ყველა ჩვენთაგანმა მთელ ქართველმაც, საქართველოს სხვა მაცხოვრებელმაც ერთხმად მივეცით ხმა ქვეყნის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას.
დღეს არის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე, ანუ საქართველოს დამოუკიდებლობის, მისი სახელმწიფოებრიობის დამფუძნებელი მამისა. და სწორედ ეს დღეც ჩვენ ძალიან დიდ იმედებს და დიდ ჩვენში აღძრავს მომავლის იმედს და სასოებას, რომ ჩვენ ამ კრიზისიდან აუცილებლად გამოვალთ, იცით, ჩვენ აუცილებლად გამოვალთ, ჩვენ სხვა უფლება არ აქვს და ჩვენ არავის არ მივცემთ იმის უფლებას, რომ ფეხქვეშ გათელოს ის მონაპოვარი, რაც მოგვიტანა ჩვენ ამ რეფერენდუმმა. ბატონ კონსტანტინე, თქვენ დღესაც გაუსვით ხაზი და სტუდიაში საუბრობთ იმაზე, რომ მოვლენები პოლიტიკური პროცესის გზით უნდა განვითარდეს, რაც გულისხმობს ხელისუფლების მშვიდობიან ეტაპობრივ დემოკრატიას. ხომ არ მოდის ეს თქვენი ეს წინააღმდეგობაში ოპოზიციის იმ ნაწილთან, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ხელისუფლება მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყებისთანავე უნდა დამთავრდეს? ახლა შეიძლება არ დამთავრდეს. მე ვამბობდი, რომ არ გვინდა ეს ვატერლოოს განწყობა, ამ დათქმა, ერთი დათქმიდან მეორე დათქმამდე ცხოვრება. ეს რაღაცა ჩვენი ესე ვთქვათ პოლიტიკური ცხოვრების ნიშანი გახდა, რომელმაც რაღაცა პერფორმანსის სახე მიიღო. არ გვინდა ეს პერფორმანსი, რა, ერთი დათქმიდან მეორე დათქმამდე ჩვენ დავიწყოთ და მე ვნახოთ, როდის დამთავრდება და როდის იქნება იმის შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი ცივილიზებულად და დემოკრატიულად და მართლაც ლამაზად გავაკეთოთ. არ გვინდა ასეთი. მე არ გვინდა ეს, იცით, მე არავის არ ვპირდები წარღვნას, აპოკალიფს, მეორედ მოსვლას, ნამდვილად არც სხვათა შორის, არც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს. მე მიმაჩნია, რომ მათ შორის ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია. სხვათა შორის ხელისუფლებაზეც რო ვლაპარაკობთ, ეს კაცმა არ იცის რა არის, საკმაოდ ამორფულია ეს ხელისუფლებაც. იქ არის რამდენიმე კაცი რა, რომელიც ყველაფერს განკარგავს, ყველანაირ გადაწყვეტილებას იღებს. ესაა ჩვენი ყოფის სიმახინჯე პოლიტიკას რაც შეეხება. დიდ მადლობას მოგახსენებთ. ბოლოს დავსვა ერთ შეკითხვას, დაუბრუნდები ისევ იმ საკითხით დავიწყეთ საუბარი. ანუ თქვენ და თქვენი ალიანსის წევრები ხვალ დაგეგმულ შეხვედრაზე მისვლას არ აპირებთ, ბატონ კონსტანტინე? არა, ამას ჭირდება ვიმეორებ ნდობის შექმნის აუცილებელი ღონისძიებები და ჯერჯერობით ნდობის ხარისხი დაბალია და შეიძლება ითქვას დაბალზე დაბალიც კი. ძალიან დიდი მადლობა. მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენი სტუდიის სტუმარი გახდათ კონსტანტინე გამსახურდია. ჩვენ განვაგრძობთ გადაცემას. გსურთ თუ არა საქართველოში ჩატარდეს საპრეზიდენტო არჩევნები, არაუგვიანეს 2010 წლის 1 იანვრისა დეპუტატი გია ცაგარეიშვილი კოლეგებს თავაზობს, რეფერენდუმის დანიშვნის მიზნით საკანონმდებლო ორგანოში ხელმოწერების შეგროვება დაიწყონ. რატომ გადაწყვიტა დეპუტატმა ამ ინიციატივით გამოსვლა და არის თუ არა რეფერენდუმი დღეს გამოსავალი. დაგველოდეთ რამდენიმე წუთში გია ცაგარეიშვილი ჩვენი სტუდიის სტუმარი იქნება. პირველი თემა კლოპერდაპირ ეთერშია ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ დეპუტატი ფრაქციის ლიდერი საქართველოს წევრი გია ცაგარეიშვილი. საღამოშვიდობის ბატონო გია. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. პირველი შეკითხვა, რატომ რეფერენდუმი? ჩემი აზრით რეფერენდუმი არის ერთ-ერთი საშუალება ამ ხელისუფლების მშვიდობიანი მოშორებისა პირდაპირ ამ სტუსის შემოქმედ. ერთ-ერთი საშუალება, მაგრამ არა ერთადერთი, რა თქმა უნდა. ვინ დგას ამ ინიციატივის უკან? მხოლოდ დეპუტატი გია ცაგარეიშვილი? გიორგი ცაგარეიშვილი. ერთი იგივე მოქალაქე ამ ქვეყნის ჯერჯერობით საქართველოს პარლამენტის წევრი. ანუ გამომდინარე თქვენი ინიციატივიდან ბატონ გიორგი, მხოლოდ არჩევნებია ერთადერთი გამოსავალი. დღეს ხელისუფლებაც გამოვიდა ინიციატივით, შესთავაზა რადიკალური მოთხოვნებით გამოსულ ოპოზიციას, დაიწყოს დიალოგი. თქვენ იცით, რომ ეს თემა იყო არ არის ხეს ახალი ძველი თემა, რეფერენდუმის თემას გულისხმობ. გაჟღერებული იყო ალიანსი საქართველოს მიერ. მე ვფიქრობ, ეს იყო კარგი იდეა, ჩემის აზრით. ეს იყო ერთ-ერთი საშუალება, რომ ჩვენ მშვიდობიანი მეთოდით მიგვეღწია იმისთვის, რომ ხელისუფლება შეგვეცვალა. ეს მეთოდი დაფიქსირებულია საქართველოს კონსტიტუციაში, შესაბამის ორგანულ კანონში. ამაში უკანონობა არაფერი არ არის და უსამართლობაც, რა თქმა უნდა, აქ ნაკლებად მოიძებნება ამ შემთხვევაში. და ეს არის საშუალება იმისა, რომ ქვეყანაში ნორმალური დემოკრატიული გზით მოხდეს ხელისუფლების შეცვლა. ან თქვენც ალიანსის გზას ირჩევთ ასეთ შემთხვევაში ბატონო? ეს არის მე ყველა შეხვედრაზე, რომელიც კი მქონდა მათ შორის ალიანსის წევრებთან, აღვნიშნე, რომ მე მომწონს ეს გზა, მომწონს იმიტომ, რომ ჩემის აზრით ეს არის უმოკლესი გზა იმისთვის, რომ ნორმალური დემოკრატიული მეთოდით ჩვენ შევცვალოთ სააკაშვილის ხელისუფლება. აუცილებლად თქვა უნდა ვისრულოთ ერთმანეთს. მე მგონი
ჩვენ უახლესი ისტორიის მანძილზე არ გვაკლია ქვების როლა ერთმანეთისთვის და ეს ხო ძალიან მისაღები, ჩემთვის მისაღები ყველანაირად. რატომ მაშინ არ მიმართეთ თქვენს დეპუტატ კოლეგებს ამ ინიციატივით? მოგახსენებთ, მე ველოდებოდი რა განვითარებას პოვებდა ალიანსის ინიციატივა, მათ გადაასხვაფერეს ეს ინიციატივა, გადაწყვეტეს საერთო სახალხო პლებისციტის ჩატარება, რომელსაც უფრო მორალური ძალა ექნება. მაგრამ ალიანსმა რეფერენდუმის დანიშნვისათვის ულტიმატუმი წაუყენა ხელისუფლებას და ეს ვადა კარგა ხნის წინ ამოიწურა. ეს რა არის მორალური საშუალებებთან ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა მომტანი შედეგის არ არის, თორემ მე დაახლოებით 1 წლის უკან 17 დღე ვიშიმშილე. ამაზე მეტი ხა მორალური ნაბიჯი რა უნდა გადადგას პოლიტიკოსმა, ამ შედეგი ვერ გამოიღო. ამიტომ მე ვფიქრობ ან თქვენ ფიქრობთ რომ ალიანს რეფერენდუმისთვის დაეწყო ხელმოწერების შეგროვება უმჯობესი იქნებოდა ბატონო? მე დარწმუნებული ვარ ამაში, იმიტომ რომ დღეს თუ ჩვენ დავეყნობით მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია 300,000 მეტმა ადამიანმა, მე და ამაში დარწმუნებული ვარ უბრალოდ უფრო მეტი პროტესტანტი მოიძებნება ამ ქვეყანაში. შეიძლება 9 მილიონზე მეტი და საკმაოდ მოკლე დროში მოხდა ამ ხმების შეგროვება. იცდაკ ერთი პრობლემაც იყო, ჩვენ მახსოვს მუდმივად გვეძახიან და ახალაც გვიყიჟინებენ უცხოელები, რომ აი თქვენ რას აპირებთ, ხო არ გახვალთ ამ კონსტიტუციის ჩარჩოებიდან, რა არის თქვენი გეგმა, ნებისმიერ ოპოზიციურ ჯგუფთან სწორედ ამგვარი საუბრები მიმდინარეობს ამ უკანასკნელი დღეების მანძილზე. ეს იქნებოდა ერთი კარგი მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება საქართველოს უახლეს ისტორიაში უნიკალური რამ მოხდეს, ჩვენ ჩავზდეთ კანონის ჩარჩოებში და შეგვეთავაზებინა საზოგადოებისთვის ეს გამოსავალი. ამგვარი გამოსავალი დაფიქსირებულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. იქ უფრო მარტივი გზა არის დაფიქსირებული. იქ სულ საჭიროა 30 დეპუტატი, მხოლოდ 30 დეპუტატის ხელის მოწერა, რომ ამ საკითხის ინიციატივა წარუდგეს შემდეგ პრეზიდენტს. კი ბატონო, ინიციირება მოხდეს. თვითონ საკითხის ინიციირება არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, მით უმეტეს ამ ფონზე. ამას მე ვიტყოდი უდიდესი დატვირთვა მიეცემა მათ შორის საქართველოს პარლამენტში. თუ კი მე მოახერხე 30 ჩემს გარდა 29 დეპუტატის ხელის მონაწილეობის შეგროვება 20 დღეში იმის მერე რაც ეს ინიციატივა წარადგინება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს პარლამენტმა უნდა იმსჯელოს ამ საკითხს. ბატონ გიორგი, თუ კი საკითხის ინიციირებისთვის გჭირდებათ ხელმოწერები, თქვენი ინიციატივის შესახებ საჯარო განცხადებამდე რატომ არ ჩააყენეთ საქმის კურსში თქვენი კოლეგები? რა არის? მე საერთოდ არ მიმაჩნია რომ ამ თემაზე ვინმესთან უნდა მესაუბრა. განა ჭირდება ამას ახსნა, რატომ უნდა წავიდეს საჩელება სწრაფად სააკაშვილის ხელისუფლება, საერთოდ ხელისუფლებიდან. მე მგონი ამის ახსნა არ არის საჭირო. თუ ამის ახსნა საჭირო, მე არც ამას დავიზარებ. ხვალ ზექ მე ამით დავკავდები 7-ში, მე პირდაპირ გიცხადებთ ახლა ეთერში 7 აპრილს სასესიო კვირა არის. სამშაბათი დღე არის განცხადებების დღე. მე მოახსენებ საქართველოს პირდაპირ ტრიბუნიდან ვინ არიან ჩემი გულშემატკივრები, უმრავლესობიდანაც და უმცირესობიდანაც ამ საქმეში. და შემდეგ 30 დეპუტატის ხელმოწერის შეგროვებას შეძლებთ, ალბათ ნაკლებად სავარაუდოა ბატონგია 73 თუ 76 ხმა რამდენიც მახსოვს საკითხის პრეზიდენტისთვის წარსადგენად. ჩემთვის თავარია პროცესის დაწყება. ეს არის ჩემთვის უმთავრესი. შემდეგ რა მოხდება ამ ქვეყანაში, კაცმა არ იცის. მით უმეტეს დღევანდელი ფორმაციის პარლამენტში. მე დარწმუნებული ვარ პარლამენტში მათ შორის რა თქმა უნდა უმრავლესობაშიც მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც შეიძლება ჩემ ინიციატივას შეუერთდნენ. ამ ადამიანებმა უბრალოდ უნდა დააყენონ თავის პირად ინტერესზე მაღლა საქვეყნო ინტერესი. ჩვენ ვართ, მოდი ვაღიაროთ, შევარაღებელი თვალითაც ჩანს, უკიდურეს მდგომარეობაში ჩავარდნილი. საერთოდ ქვეყანა არის უმძიმეს ვითარებაში, უმძიმეს პოლიტიკურ ვითარებაში ჩავარდნილი. მე ვეძებ გამოსავალს, ეს არის ჩემი ნააზრები, ის რაც მე დღეს გამოცხადებ. არიან ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ ეძებენ ესეთ გამოსავალს. რა არის ამასი ცუდი? არიან კრიტიკოსები, მაგალითად ერთი ყმაწვილი კაცი, მის გვარს და სახელს არ დავასახელებ ნამდვილად ახლა. დღეს თელი დღე ამბობს, რომ ეს არის მიუღებელი, რომ ზაგარიშვილს შეუძლია სხვაგან ჩაატაროს ეს რეფერენდუმი და ასე შემდეგ. საერთოდ მიყვარს ესეთი ბოღმით დამძიმებული ადამიანები როგორ ცხოვრობენ ამ ქვეყანაზე, მაგრამ ეს მათი პრობლემა არის. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს პარლამენტში ვიქნები იქამდე, სანამდე ჩემ ქვეყანას ვჭირდები. ბატონო, თქვენ ხედავთ გამოსავალს თქვენებურად. არის თუ არა გამოსავალი ის ინიციატივა, რაც დღეს წამოაყენეს საპარლამენტო უმრავლესობამ?
თქვენ დიალოგს გულისხმობთ? დიახ, დიალოგს გულისხმობ. საერთოდ საპარლამენტო უმრავლესობა ნაბიჯს დგამს მაშინ, როცა ურემი გადატრიალდება ხოლმე, ასე იყო ყოველთვის. ძალიან კარგად მახსოვს. დაგვიანებულია ინიციატივა. მე ვფიქრობ გარკვეულწილად დაგვიანებულია. მე ამას ნამდვილად ასე ვუყურებ. მე უსმენდი ბატონ კონსტანტინეს დღეს მოვისმენე ოპოზიციის სხვა ლიდერების გამოსვლები, ხალხს დობა აქვს დაკარგული უბრალოდ. და რა თქმა უნდა, ეს ბუნებრივიც არის, როცა შენ პირდაპირ მოლაპარაკების მაგიდასთან ერთ რაღაცას დაკვირდებიან. შემდეგ მიგიწევენ პარლამენტის სტომათა დარბაზში, შეგითანხმებენ საკითხს. და შემდეგ მოგატყუებენ. მე გულისხმობ მანდატების განაწილების სქემას 50-100, შემდეგ 75-75-ზე ეს გადაღებული თემა, რასაც შიმშილობა მოყვა შემდეგ 1000 უბედურება დატრიალებული ამ ქვეყანაში. აი ამის შემდეგ, როცა ესეთ სილას გაგაწნავენ, ცოტა ძნელია მეორე ლოყის მიშვერა, აქ ეს ბიბლიური პრინციპი ვერ მოქმედებს ხოლმე, არ მოქმედებს კი არა, ვერ მოქმედებს. ადამიანები ვერ აბიჯებენ, ვერ ივიწყებენ ამას. და ეს არის ძალიან რთული, მე მესმის მათი. ნამდვილად მეც 7 თვეა ფაქტურად ამ მოწვევის პარლამენტის წევრი ვარ და მუდმივად ჩართული ვარ ესეთ დიალოგში, საკმაოდ უმადური საქმეა, მე პირდაპირ გეტყვით. საკმაოდ უმადური საქმეა. ეს არ არის ადვილი საქმე. ჩვენ შევძელით რაღაცების გაკეთება. მოდით სიმართლის თვალე გავუსწოროთ, მაგრამ ბევრი რამის გაკეთება ვერ შევძელით. ვერ შევძელით, იმიტომ რომ ნება არ არის პოლიტიკური გუნდში. აი, მაგალითად დავიღოთ ესეთი მარტივი თემა, შედარებით მარტივი, მწერალთა კავშირის შენობა. ნუ თუ მწერალთა კავშირის შენობის დაბრუნების საკითხს მწერლებისთვის 7 თვე ჭირდებოდა. 7 თვე ჭირდებოდა და მუდმივად ხან ბატონი დარჩიაშვილის, ხან სხვების ძახილი, რომ ჩვენ საბჭოთა მწერლობა გაგდებული კარებიდან გვეშინე ფანჯიდან არ შემოგვიძრეს და ამას ჭირდებოდა ესეთი ნებათა ღელვა. რა თქმა უნდა, როცა ესეთი პრობლემაა მწერალთა კავშირის შენობაზე, რაღაცა უნდა ვისაუბროთ ჩვენ. დაუბრუნდა დიალოგს, თუ კი ნდობა არის დაკარგული და დიალოგზე საუბარი წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე არის რთული. მაშინ რა შეიძლება იყოს გამოსავალი ასეთ ვითარებაში? არავინ დაობს, რომ დაპირისპირება პოლიტიკურ ოპონენტებს შორის ძალიან გამწვავებულია და ვითარება მართლაც დაძაბულია. ჩემი გეგმა სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ იქნებ ამან მაინც განმოხტო სიტუაცია, იმიტომ რომ მე შევეცდები ყველაფერს. მაგრამ ხელისუფლებას არჩევნებზე საუბარი ნამდვილად არ სურს და ეს იქიდან ის ჩანს, თუ რა გამოხმაურება მოყვა თქვენს ხელისუფლებას არჩევნებზე საუბარი არც 7 ნოემბრამდე არ სურდა 7 ნოემბრის შემდეგ, მით უმეტეს, მაგრამ ჩვენიერ დღეს გაიღვიძა საქართველოს და მოისმინა, რომ თურმე სააკაშვილი გადადგა, მან დანიშნა 5 იანვარს არჩევნები, დანიშნა პლებისციტი და ჩვენ უდიდესი ძალისხმევის შედეგად გადმოატანენეთ წართმეული ხალხისთვის წართმეული არჩევანის უფლება მაისისთვის. გაზაფხულისთვის. ეს ხომ მოხდა. ეს ნამდვილად მოხდა და ეს არის შორეული პოლიტიკური წარსული. სამწუხაროდ ჩვენი ისევ ესეთ პოლიტიკურ გაურკვევლობაში და გაუგებრობაში ვართ ჩართულები, მაგრამ მოდით დაუბრუნდეთ ისევ იმ თემას. როგორ უნდა დაიწყოს საუბარი. მე ვფიქრობ, დღევანდელი განცხადება ხელისუფლების უკვე შესთომა იყო, როცა მათ წარმოადგინეს ის თემატიკა, რაზეც საუბარი შეიძლება. მე ურჩევდი ამ ადამიანებს, რომ სუფთა ფურცლიდან დაიწყონ ურთიერთობა ოპოზიციასთან. თუ ვინმეს თქვათ, რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს თქვენ თავადაც გაიხსენეთ ის პერიოდი, როდესაც ხელისუფლებასთან დიალოგში მონაწილეობდით. დღეს რომ თქვენ იყოთ არასაპარლამენტო ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს შორის, რომლებიც აქციებისთვის ემზადებიან, რა შემთხვევაში დათანხმდებოდით ხელისუფლებასთან დიალოგში? როგორი შემოთავაზების არასაპარლამენტო პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენელი, მაგრამ მეც რა თქმა უნდა ეჭვის ჭია გულს მიღმის, რა თქმა უნდა, რომ ეს ყველაფერი იყო მხოლოდ პიარისთვის შეთავაზებული, იმიტომ რომ როგორმე მინელდეს ეს საერთო სახალხო აღშფოთება, გამოწვეული ამ უსამართლობთ, რომელიც ქვეყანაში არის დასადგურებული, მე ვფიქრობ, რომ საერთოდ აქ პირობები არ უნდა წამოაყენო. არ უნდა წამოაყენო და უნდა უთხრა ადამიანებს, რომ მოგბრძანდეთ და დავილაპარაკოთ, რა გინდათ თქვენ, ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვართ, ხო? ბოლოს და ბოლოს რა გახდა? მტერს ესაუბრება ერთმანეთს, ჩვენ მტრები ვართ ერთმანეთის და საოცრება ხა ამ ქვეყანაში, როცა ქართველთან ვერ საუბრობს და თურმე უთო უნდა ჩაერთოს ამაში და უნდა ჩაერთოს ევროკომისია, ევროკავშირი, ეს არის უბრალოდ სასაცილო, სატირალი რო არ იყოს. მე ურჩევდი ხელისუფლებას ყური დაუგდოს პატრიარქის მიმართვას.
ნამდვილად და სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ურთიერთობა ოპოზიციასთან. დაიწყოს სუფთა ფურცლიდან ურთიერთობა. ნუ იქნება საუბარი იმაზე, რომ თურმე დიალოგის უმთავრესი პრობლემა არის ხუთლარიანი სადაზღვევო ვაუჩერი. ნუ ეს არის მასხრა დაგდება საერთოდ ამ პროცესისა და ნუ იტყვის პარლამენტის თავმჯდომარე, რომ ჩვენ კი გვინდა თქვენთან საუბარი, მაგრამ თქვენ იცით თურმე კამიკაძეები ხართ, ტერორისტები ხართ, შეიძლება ბოლოს დააბრალონ ადამიანებს, რომ ისინი ჰეზბოლას ან ისლამური ჯიხადის წევრებიც არიან. თუ შეკაიდეთ მომიშვილო ვიღაცას მიიჩნევ კამიკაძეთ, მაშინ კამიკაძეს ესაუბრები, იქნებ შენ საფეთქე იმასთან ერთად. ხო? ამიტომ მე ვფიქრობ სუფთა ფურცლიდან, მხოლოდ ყოველგვარი წინა პირობების გარეშე. ალბათ ორივე მხრიდან. რა თქმა უნდა, ორივე მხრიდან იგულისხმება, იმიტომ რომ დიალოგი ორმხრივია, მაგრამ იცით რა არის? ოპოზიციას რა პირობა აქვს დასაყენებელი? რა პირობა აქვს დასაყენებელი? ადამიანები ისე არიან გამწარებულები და წყობრიდან გამოყვანილები, მუდმივი მტყვილის ფონზე, მუდმივი დაპირებების ფონზე, რომ ოპოზიციამ რა უნდა დათმოს? აი მითხარით რა უნდა დათმოს? დიდი მადლობა. ის რომ ბატონი სააკაშვილი არ წავიდეს თანამდებობიდან? თუმცა სხვა პირობებიც აქვს ოპოზიციის წარმომადგენლებს დიალოგისთვის. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენი სტუდიის სტუმარი გახდა დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი. განვაგრძობთ გადაცემას, გავერთიანდეთ სამოქალაქო მშვიდობისათვის საზოგადოების წარმომადგენლები დეკლარაციით მოუწოდებენ პოლიტიკოსებს მკვეთრად გაემიჯნონ ნებისმიერ ძალადობრივ გეგმას და არ დაუშვან ქვეყნის დაბრუნება კრიმინალურ ქაოსში. დაგვალოდეთ რამდენიმე წუთში ჩვენი სტუმრები დეკლარაციის ხელმომწერები იქნებიან. პირველი თემა კვლავ პირდაპირ ეთერშია. ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან ისტორიკოსი სიმონ მასხარაშვილი, თბილისის ისერ პრომოუშენის დირექტორი მიშა გიორგაძე, საღამოშვიდობის ბატონებო. პირდაპირ ეთერში ასევე ჩაგვერთვება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი, ბატონ ზაალ, საღამოშვიდობის. საღამოშვიდობის. დიდ მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. სტუდიიდან დავიწყებ საუბარს, ბატონ სიმონ. ის რომ საზოგადოებას დღეშექმნელი ვითარების და შესაძლო დაპირისპირების შიში აქვს საზოგადოების აქტიურობიდანაც კარგად ჩანს. დღეს მიღებულ დეკლარაციაზე არის თქვენი ხელმოწერაც. რას ისახავს მიზნად თქვენი აქტიურობა? ელემენტარულად საქართველოს საზოგადოების დიდ ნაწილს ის როგორც ყოველთვის და ისე როგორც ტრადიციულად შეეფერება ჩვენი ერის ღირსებას და ისტორიას, აქვს მოთხოვნილება, რომ რაციონალურად, მაქსიმალურად გონივრულად მიუდგეს ყველა პროცესს, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ხდება. გარკვეულწილად საფრთხეებზე არა მარტო ახლა საუბრობთ, არამედ როცა არ არის ზოგადად, მაშინაც გონიერი საზოგადოება ფიქრობს. იმიტომ რომ ქვეყანა ჩვენი და სახელმწიფო ჩვენი დღეს დგას აი იმ გადამწყვეტ ასე ვთქვათ გზაჯვარედინზე, რაზეც ძალზედ ხშირად არ ხდებიან და არ დგებიან კოდერები და ცივილიზაციები. დღეს ჩვენ უნდა შევდგეთ როგორც სოფლიოს ორგანული ნაწილი და როგორც დიდი საქართველოს დიდი მემკვიდრე. შესაბამისად უკვირდებით და უფიქრდებით ყველაფერ იმას, რაც შეიძლება იყოს ჩვენთვის საშიში, სახიფათო, მithumetes ამის წინაპირობები სამწუხაროდ ჩანდა ყველაფერს დავიდავანებოთ 20 წლის წინანდელი ისტორია გვაქვს. და ამ ყველაფერთან გამომდინარე ქართულ საზოგადოებად ის ერთი ნაწილი დღეს შეიკრიბა და ზოგადად თლიანი საზოგადოებისადმი იყო მოწოდება, რომ ვიფიქროთ ბევრი და ვიყოთ რაციონალურები. მაქსიმალურად რაციონალურები, რომ ყველაფერი, რაც ჩვენში ხდება, წავიდეს იმ ფორმატით, განხორციელდეს იმ ფორმატით, როგორც ჩვენს ერს ეკადრება. რამდენად შეძლებს ამ ვითარების მეტნაკლებად გამოხდოს ბატონშე საზოგადოების აქტიურობა? საზოგადოებას რა როლი ეკისრება ამ პროცესებში? უნდა გითხრათ, რომ დღევანდელი შეკრების მიზანი ცხადე არ იყო პოლიტიკაში ჩართვა, როგორც ბატონმა სიმონმა აღნიშნა, ეს იყო სურვილი რიგითი მოქალაქეების თავისი პოზიცია დააფიქსირონ მიმდინარე მოვლენებისადმი. ჩვენ თან ხვდებით და არ ვდაობთ იმაზე, რომ ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება თავისი პოზიცია გამოხატოს, გნებავთ მიტინგის ან საპროტესტო მანიფესტაციის სახით. უბრალოდ არ უნდა მოხდეს ამ პროცესების რადიკალიზაცია. ეს არის და ეს ჩვენ ყველამ გამოვთქვით იმედი, რომ ეს ძალიან კარგად ესმის ყველა პოლიტიკურ ძალას და ყველა პოლიტიკური ლიდერი ამ პასუხისმგებლობას აცნობიერებს და იზიარებს და იმოქმედებს შესაბამისად. რამ ისევ და ისევ მე
ვფიქრობ, რომ აი ამ საზოგადოებას ნამდვილად შეუძლია ხმა მიაწვდინოს პოლიტიკურ ლიდერებს აი ამ დაგვარი შეკრებების საშუალებით, რათა თავისი პოზიცია გააგებინოს მათ და მოთხოვოს მათ შესაბამისად იმოქმედონ. ბატონ ზალ დიახ. გესმით ჩემი. სანამ საზოგადოების აქტიურობაზე ვისაუბროთ, მე კიდევ ერთხელ გთხოვოთ კომენტარი იმ საკითხზე, რომელზეც დღეს თქვენ უკვე გააკეთეთ განცხადება, რატომ მოყვა ესეთი მწვავე შეფასება საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან პრესაში გამოქვეყნებულ სტატიას. ეს სტატია არ გახლდათ, ეს გახლდათ ინტერვიუ. ინტერვიუს ერთ ნაწილს. დიახ, ინტერვიუს ერთ ნაწილს, სადაც საუბარი იყო იმის შესახებ, რომ თბილისი უნდა დაემსგავსოს მკვდარ ქალაქს. რაც ბუნებრივია ჩემთვის ისევე როგორც ნებისმიერი თბილისელისთვის, თბილისელთა დიდი უმრავლესობისთვის არის სრულიად მიუღებელი რამ. ამას მოყვა ჩემი შეფასება, იმიტომ რომ მე განვაცხადე კიდევაც რომ როგორი დაპირისპირებულიც არ უნდა იყოს ხელისუფლებასთან, როგორი განსხვავებულიც არ უნდა იყოს შენი მოსაზრებები ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებებისგან, არ შეიძლება უსურვო საკუთარ ქალაქს, სადაც დაიბადე, გაიზარდე, ჩამოყალიბდი, ანდა ჩამოხვედი მოგვიანებით, თქვათ განაგრძეს სწავლა, მოღვაწეობ, რომ ის დაემსგავსოს მკვდარ ქალაქს. ჩვენ უკვე ნანახი გვაქვს ეს. ჩვენი ქვეყანას და ჩვენი ქალაქიც ერთხელ უკვე გავდა მკვდარ ქვეყანას და მკვდარ ქალაქს. ამიტომ რა თქმა უნდა ამან გამოიწვია ჩემი გულის ტკივილიც და ჩემი აღშფოთებაც, რაც მე გამოვხატე ჩემ შეფასებაში, რომელიც ნაშუა დღეს გავაკეთე. ბატონ ზალ, მე თქვენს მინდა გთხოვოთ იმ ვითარების შეფასება, რაც დღეს არსებობს ქვეყანაში, ის მწვავე დაპირისპირება, რაც არის პოლიტიკურ ოპონენტებს შორის, იძლევა თუ არა საფუძველს დავინახოთ უფრო მწვავე დაპირისპირების კონტურები და საფრთხეები? მე ასე არ ვფიქრობ. მე არ ვფიქრობ, პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დაპირისპირება ნამდვილად სახეზეა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნა, დიდი ნაწილის დაკვეთა არის სულ სხვა. საზოგადოების დიდ ნაწილს, ხალხის უმეტესობას, არა მხოლოდ დედაქალაქის მაცხოვრებლებს, არამედ საქართველოს ყველა მოქალაქეს სურს სიმშვიდე, სტაბილურობა. მე ნამდვილად ვერ ვხედავ, იმიტომ რომ მე მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს თავმჯდომარე ვარ, ვცდილობ ვიცხოვრო ისე, როგორც ცხოვრობდი 1 წლის წინ, როცა არ ვიყავი საკრებულოს თავმჯდომარე. მე ჩვეულებრივად დავდივარ ქალაქში, მე როგორც მქონდა, ისევე მაქვს კონტაქტი იმ ადამიანებთან, ვინც ჩემს მეზობლად ცხოვრობენ, ვინც არ ცხოვრობენ ჩემს მეგობრად, მაგრამ ცხოვრობენ ქალაქის სხვადასხვა კუთხეში. და მე ნამდვილად პირადი შთაბეჭდილება არის ესა, ნამდვილად ვერ გრძნობ აგრესიის იმ მუხტს, რომელსაც ხშირად ხედავ პოლიტიკოსებისგან. მაგრამ ბატონ ზალ, ბოლო დროს ძალიან გააქტიურდა საუბარი შესაძლო სამოქალაქო დაპირისპირებაზე და ძალიან ხშირად იხსენებენ 2 ათეული წლის წინანდელ მოვლენებს. რამდენად რეალურია დღეს ამაზე საუბარი? ეს პოლიტიკოსების სიმშვიდეზე, გაწონასწორებულებაზე და სიბრძნეზე არის დამოკიდებული და მე დარწმუნებული ვარ, რომ თუკი თუნდაც ერთი მხარე შეძლებს იმ თემების შეთავაზებას ოპონენტებისთვის, რომელთაგან ერთ-ერთი მაინც იქნება, ან 2 მაინც იქნება მათთვის საინტერესო და მისაღები, რომ აი ეს დიალოგი შედგეს. მე დღეს შეიძლება დღეს დიალოგის რესურსი ბატონ ზალ. იცით რა არის, მე ხაზს გაუსვა იმას, რაც მოგახსენეთ წეღან, სანამ ამ კითხვაზე გიპასუხებდით, რომ თუ კარგად დაფიქრდებიან ხელისუფლების ოპონენტები და მართლა იქნებიან რაციონალურები, როგორც თქვა ბატონმა სვიმონმა, და იქნებიან ვითარების ადეკვატურები, მათ უნდა დაინახონ, რომ საზოგადოების დაკვეთა არის დიალოგი. საზოგადოების დაკვეთა არ არის დაპირისპირება და საზოგადოებას ნამდვილად არ სურს გამეორდეს ის, რაც გამეორდა 20 წლის წინ.
საზოგადოება სულ სხვა რამეს მოითხოვს პოლიტიკოსებისგან და მოგებული დარჩება ის პოლიტიკოსი, მოგებული დარჩება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც საზოგადოების მოთხოვნას შეასრულებს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საზოგადოების მოთხოვნა არის დიალოგი, საზოგადოების მოთხოვნა არის მშვიდობიანი თანაარსებობა და თანამშრომლობას ალტერნატივა ნამდვილად არ გააჩნია. დიდი მადლობა ბატონ ზალ, მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. პირველი თემის შეკითხვის პირდაპირ ეთერში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზალ სამადაშვილი პასუხობდა, ჩვენ განვაგრძობთ დიალოგ სტუდიაში. თქვენც მსურს იგივე კითხვა დაგისვათ ბატონებო, ბატონ მიშა, რამდენად რეალურია დღეს საუბარი იმაზე, რომ ქვეყანა მართლაც დგას 2000 წლის წინანდელი მოვლენების განმეორების წინაშე? დარწმუნებული ვარ იმაში, რომ დიალოგს ნამდვილად ალტერნატივა არ აქვს. დღეს ამაზე უწმინდესმაც ისაუბრა. ვალდებულები არიან უბრალოდ პოლიტიკოსები, რომ ეს რესურსი გამონახონ. მე ჩემთვის ახლა ძნელია საუბარი იმაზე, თუ ძნელია რამე კონკრეტული რეცეპტის, ასე ვთქვათ, გამონახო, პოლიტიკოსი არა ვარ, მაგრამ ჩემთვის როგორც რიგითი მოქალაქისთვის დარწმუნებული ვარ, რომ ეს პოლიტიკოსებმა უნდა გააკეთონ და ეს რესურსი, დიალოგის რესურსი გამონახო. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, გასაგებია, მაგრამ რეალური თუ არის საუბარი იმაზე, რომ ქვეყანაში შეიძლება მართლაც განმეორდეს 90-იანი წლების მოვლენები მართლაც განვითარდეს 90-იანი წლების დასაწყისის მსგავსად. დაპირისპირებისკენ საზოგადოებაში ჩემთვის ეს ნიშნავს ქაოსს და არეულობას, რაც უკვე გავიარეთ 20 წლის წინ და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს წარსულში დაბრუნება ნამდვილად არავის არ უნდა. ბატონ სიმონ, 90-იანი წლების განმეორების შესაძლებლობაზე საუბრობდნენ, ალბათ თქვენც კარგად გახსოვთ 2007 წლის შემოდგომის მოვლენების დროს, თუმცა საქმე მაშინ შეიარაღებულ დაპირისპირებამდე არ მისულა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაც აღიარა 7 ნოემბერი ძალიან დიდ შეცდომად. დღეს უფრო მძიმეა ვითარება, როდესაც საუბრობთ როცა პარალელს 90-იან წლებთან ვავლევთ, ვიდრე 2007 წელი. იცით რა არის? ყველაზე დიდი საფრთხე ყოველთვის არის, როდესაც საზოგადოებაში არ არის კავშირი ურთიერთშორის. ხიდები, როდესაც არის თქვათ ჩაჭრილი ადამიანთა შორის. იცით რა, საფრთხეში ჩვენ ყოველთვის აღვქვამთ, გინდა თუ არ გნება თუ არა. ავტომატს, ტანკს და რაღაც ამდაგვარს. საფრთხე არის ნებისმიერი ფორმის ძალადობაში. მეცაც გეტყვით, ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერი მხრიდან თქვათ. შეიძლება ისეთი ადამიანი, ან ისეთი პიროვნება, ან ისეთი ვინმე, რომელიც საერთოდ არ არის მონაწილე, საერთოდ არ არის დაინტერესებული პირი, აღმოჩნდეს, ასე ვთქვათ, ზოგადად კონფლიქტური სიტუაციის არათუ მონაწილე, არამედ მაპროვოცირებელი. ამაზე არსებობს მთელი რიგი თეორიებიც და უამრავი მაგალითიც არის. ეს ხდება მაშინ, როდესაც გარკვეულ წილად საზოგადოებაში არის ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძის ზანა და ხიჭათეხილობის პრობლემა. და ეს შეიძლება იყოს არა მარტო პოლიტიკურ პარტიებს შორის, ზოგადად საზოგადოებაში. რა დონეზეც არის ვთქვათ დღეს, აი ეს სიტუაცია. ანუ მე არ ვეხები ახლა იმასაც მარტო დაფიქსირდა რაღაცა 6 სხვადასხვა ჯგუფი ერთმანეთთან კონტაქტში არ ყოფი, რაც ეთერით იყო ვთქვათ ეს შეიარაღებული პირების და რაღაც წარმოუდგენელი, ჩემთვის პირადად წარმოუდგენელი იდეებით იყვნენ ისინი შეფროთი. ვეღარ წარმოვიდგინა, რომ ესეთი ხალხი არსებობს. ეს ერთი მხარეა. მაგრამ მეორე მხარე არის სწორედ ის, რომ სწორედ აი ამდაგვარ ჯგუფებსაც აჩენს და ზოგადად კონფლიქტის სიტუაციას აჩენს ვინმე ხიჭათეხილობის პრობლემა. და ერთადერთი ალტერნატივა აი ამის აღდგენის არის ის, რომ გავასიგრძეგან და ყველა მხარემ გაასიგრძეგანოს, რომ ალტერნატივა, ანუ თქვათ არ არის ხიდი, რა უნდა გააკეთო, უნდა ხიდი გადო. სხვაგვარად ვერ გადავახო. ანუ უნდა შევიდეთ ერთმანეთთან კონტაქტში. ანუ ეს არის დღესაც ერთ-ერთი სხვა გამოსავალი. ალტერნატივა არ არსებობს. ელემენტარულად, აი მახსენდება ყოველთვის უწმინდესის არ მიყვარს სპეკულირება, საეკლესიო თემები და არც ახლა არ უნდა. აი ბუნებრივად გიტივდება კაც. ისეთი არაერთ გზის უთქვამს, რომ რაც გვაშორებს, ის ბოროტისგან არის და დავივიწყოთ ან იგნორირება გავუკეთოთ და ვიფიქროთ იმაზე, რაც გვაახლოვებს. ეს არის უფლისგან. დიდი მადლობა. ალბათ ამას ალტერნატივა არ გააჩნია. და ეს ალბათ თითოეულმა ჩვენთანგან განურჩევოთ ვიმეორებ პოლიტიკური გემოვნების, ცხოვრების სტილის ეროვნებისა და შეხედულების. ჩვენ იცით რა 9 აპრილზე გეუბნებოდით. მე ჩვენ უნდა ვიფიქროთ
საუკუნოვან საქართველოს პირველი. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა, გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენი სტუდიის სტუმრები გახდნენ ისტორიკოსი სიმონ მასხარაშვილი, Eastern Promotion-ის დირექტორი მიშა გეორგაძე, პირდაპირ ეთერში ასევე ჩავგვერთვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი. პირველი თემა დღეს ამით დასრულებულია. მე ხუთშაბათამდე გემშვიდობებით, გმადლობთ ყურადღებისათვის, მომავალ შეხვედრამდე.